არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აი ჩემს ძმას მიმართავ, არც სად არ მისაუბრია ამაზე და ვიძახდი არ, მაგრამ აი ჩემს ძმას მიმართავ ლევან. გონს მოეგე და გადმოდი ხალხის მხარეს. და ყველანი სპეცრაზმელოებო გონს მოეგეთ, გადმოდის ჩვენ მხარეს, იმიტომ რომ თქვენ ურთხავთ თქვენ ძმებს, თქვენ დებს, თქვენ მეზობლებს, თქვენ ნათესავებს და რა ვიცი, ორი ძმანი ვდგავართ, ერთი იქით არის, ერთი აქეთ. და ეს არის ამ მთავრობის ბრალი. მეტი არავისი ბრალი არ არის და აი მთავრობა ამის გამო რომ გაყო ოჯახები, ამის გამო აგებს პასუხს და ამას აგებინებს აი ეს ხალხი. აი ეს დაიმახსოვრს თმა. კი ბატონო, გიორგი, მაყურებელმა არ იცის და ვუთხრათ, რომ შენი ძმა არის სპეცრაზმელი და ახლა შესაძლებელია იმ რობოკოპებს შორის ერთ-ერთი იყოს შენი ძმა და ერთ-ერთი ვინც თქვენს მიმართ შეიძლება იძალადოს, ასე რომ ვთქვათ, იყოს შენი ძმა, ანუ ეს მაყურებელმა უნდა იცოდეს. ეს სამწუხარო რეალობა, რაზეც არ ვიცი, არც ვიცი რა ვთქვა ამაზე. ეს არის ჩემი ოჯახის ერთი დიდი ტრაგედია, რომელიც გააკეთა ამ მთავრობამ, აი ოჯახი გაყო. ერთი არის იქით და მეორე არის აქეთ.